თუ შენ გუნდი არ გყავს, არაფერს აზრი არ აქვს. სტარტაპებს არ ქმნიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ სხვებთან მუშაობა. შეიძლება შექმნა სტარტაპი, ან შეიძლება შექმნა დროებითი სტარტაპი და გეგონოს რომ დროებით მაგარი პროდუქტი შექმნიან მაგრამ რაღაც მომენტში დგება ისეთი გარემოება, რომელშიც შენ თვითონ ვეღარ გაუმკლავდები ყველაფერს, ესე ვთქვათ რა. და აქაც ჩდება კითხვა, რომ დავიქირავებ ვინმეს და რაღაც დავიქირავებ ადამიანებს და დამეხმარებიან. კი, ასეთი გამონაკლისები არის, მაგრამ ყველაფრის, წარმატების და მათ შორის პასუხისმგებლობის გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცნაირად მოსაწყენიც არის. თუ ნამდვილი ანტრეპრენერი ხარ, რაღაცნაირად მოსაწყენიც არის ყველაფერს რომ შენ თვითონ აკეთებ. და პარტნიორი რო არ ყავს, მაგალითად თანადამფუძნებელი რო არ ყავს და რომ არ ვცდილობ რომ ეს შენი წარმატება თუ წარუმატებლობა სხვებს გაუზიარო. წარუმატებლობის შემთხვევაშიც, თანხას დაკარგავ თუ დროს დაკარგავ თუ რაღაცა, იმის მესამედი და მეოთხედი გიკარგება, ესე ვთქვათ, როცა 4 ხართ ან 3 ხართ ან რაღაც. ასე რომ გუნდი არის გადამწყვეტი. ალბათ ყველაზე გადამწყვეტი, თუ გუნდი ვერ იპოვე, არ ვიცი, გრძელვადიანად სტარტაპის გადარჩენის შანსი თითქმის ნულამდე დადის. ისედაც 97%-ია გაფეილების შანსი, ესე ვთქვათ, მარტო 3% გადარჩება სტარტაპების.